Ეცვლებთ უკვე გლობალური ბაზრებისკენ ნიკა მაზანაშვილი ემზადება პრეზენტაციისთვის გალტენ თაგარტის საბროკერო მიმართულების გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საფონდო ბირჟებზე ნოემბერს შეაჯამებს და დეკემბრის პირველი კვირის მთავარ მოვლენებსაც გაგვაცნობს. ნიკა, დილამშვიდობის. დილამშვიდობის, მივესალმები მაყურებელს. მოდით როგორც ყოველთვის დავიწყოთ ამერიკული ბირჟების მიმოხილვით. ზოგადად ნოემბრის თვეზე რო ვისაუბროთ, საკმაოდ ცუდი თვე აღმოჩნდა ბირჟებისთვის. 20 ნოემბრამდე ამერიკული ინდექსები, განსაკუთრებით S&P 500 ინდექსი საკმაოდ შემცირებული იყო თითქმის 5%-ით, თუმცა წინა კვირის განმავლობაში პრაქტიკულად შემოტრიალება ვიხილეთ ამ ტრენდის და დავინახეთ, რომ S&P 500-მა ნოემბრის თვე დაასრულა მწვანე ზონაში, გაიზარდა, მოგება დააფიქსირა და წინა კვირის განმავლობაში S&P 500 ინდექსი დაახლოებით 3.7%-ით იყო გასწრილი. სხვა ინდექსებსაც მსგავსი შედეგები ჰქონდა წინა კვირის განმავლობაში. Dow Jones-ის ინდექსი დაახლოებით 3.2%-ით გაიზარდა და ბოლოს NASDAQ-ის ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებული ინდექსი დაახლოებით 4.9%-ით გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზრდა იყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ზოგადად რაღაც კონკრეტული ისეთი სიახლეები, რომელიც ასე დიდ ზეგავლენას მოახდენდა ბირჟებზე, არ ყოფილა, თუმცა ამავდროულად უნდა აღნიშნოთ, რომ ეს ბოლო ერთი თვის ვარდნაც ასე თუ ისე დაკავშირებული იყო ინვესტორების სენტიმენტთან და არა კონკრეტულ რაღაც უარყოფითი ინფორმაციასთან, იმიტომ რომ წინა კვირებში საუბრობდით, კომპანიის კვარტალური შედეგები საკმაოდ კარგი იყო, უბრალოდ ინვესტორები გარკვეულწილად შეშინებული იყვნენ ზედმეტად ძვირი ხომარი იყო აქციები, თუმცა როგორც ვიხედავთ, კომპანიის საკმაოდ კარგმა შედეგებმა ინვესტორებს დაუბრუნა ოპტიმიზმი. ამავდროულად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ამერიკის მთავრობის შატდაუნის გამო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინფორმაციების სხვადასხვა სტატისტიკები არ გამოდიოდა, რის გამოც ინვესტორებს ეშინოდათ, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება არ მოხდებოდა, თუმცა წინა კვირაში უკვე სხვადასხვა ბირჟებზე ჩანს, რომ ინვესტორების მოლოდინი დიდი ალბათობით 10 დეკემბერს მოხდება საპროცენტო განაკვეთების დამატებით 0.25%-ით შემცირებას ფედერალური რეზერვის მიერ და ესეც საკმაოდ კარგად აისახა ბირჟებზე. კონკრეტულ კომპანიებზეც რო ვისაუბროთ, საკმაოდ საინტერესო კორპორატიული სიახლეები ჰქონდა. პირველ რიგში ალბათ Robinhood-ზე უნდა ვისაუბროთ. Robinhood-ის აქციები წინა კვირაში დაახლოებით 19%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც კომპანიამ გამოაცხადა, რომ ის შეიძენს დერივატივების ბირჟა Ledger X. ეს ბირჟა წლების წინ ეკუთვნოდა FTX, თუმცა FTX-ის გაბანკროტების შემდეგ გადასული იყო რეგულატორის მფლობელობაში. Robinhood-ის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ კარგი სტრატეგიული ნაბიჯი არის, რადგანაც ეს მისცემს Robinhood საშუალებას, რომ საკუთარ საბროკერო პლატფორმაზე საკუთარ მომხმარებლებს უფრო დიდი რაოდენობით სხვადასხვა პროგნოზებზე ფსონების დადების შესაძლებლობა მისცეს. ზოგადად სხვადასხვა მოვლენებზე პროგნოზების და ფსონების დადების ბაზარი საკმაოდ სწრაფად იზრდება ამერიკაში და Robinhood-ის შემთხვევაშიც ეს ერთ-ერთი ისინი უკვე არიან ჩართული ამ სფეროში და უკვე ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სფერო არის მათთვის. დაახლოებით 9 მილიარდი კონტრაქტის ვაჭრობა მოხდა Robinhood-ზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით და აქვთ მოლოდინი, რომ მომავალში საკმაოდ კარგად გაიზრდებიან. აქამდე Robinhood-ის სხვა კომპანიებთან თანამშრომლობდა, რომ ეს სერვისები საკუთარი მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა, თუმცა ამ კომპანიის შეძენის შემდეგ მას უკვე ექნება შესაძლებლობა, რომ თავად აწყოს ეს ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო მეტი მოგება და შემოსავლები მიიღოს ამ მიმართულებიდან. ამ ყველაფრის ფონზე Bank of America-ს ანალიტიკოსებმაც Robinhood-ს გაუზარდეს საკუთარი აქციის ფასის მოლოდინი, ეგრეთ წოდებული price target-ი და მათ აქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება Robinhood-ის აქციები შემდეგი 1 წლის განმავლობაში დაახლოებით $130-დან $165-მდეც კი გაიზარდოს. კიდევ ერთი საინტერესო კომპანია, რომელსაც ვისაუბრებთ, არის Intel-ი. Intel-საც ძალიან კარგი კვირა ჰქონდა, Intel-ის აქციების ფასი წინა კვირაში დაახლოებით 21%-ით გაიზარდა. ეს დაკავშირებული არის იმასთან, რომ ერთ-ერთმა საკმაოდ ცნობილმა ლოჯისტიკური და მიწოდების ჯაჭვების ანალიტიკოსმა Ming Chi Kuom გამოაქვეყნა საკუთარი რეპორტი, სადაც ის ახსენებს, რომ დიდი ალბათობით Intel მიაღწევს შეთანხმებას Apple-თან, რომ უკვე 2027 წლიდან დაიწყოს მათთვის სხვადასხვა კომპიუტერული ჩიპების წარმოება, შედარებით უფრო დაბალი, ასე ვთქვათ, ხარისხის, უფრო საწყისი device-ებისთვის, მარტივი device-ებისთვის, როგორც არის iPad-ი, ასევე უფრო იაფიანი MacBook-ები,
თუმცა ეს საკმაოდ დიდი მიღწევა იქნება ინტელისთვის, რომელსაც ბოლო წლები არც თუ ისე კარგი ქონდა და საკმაოდ დიდი შემცირება და ვარ დავიხილეთ ინტელის აქციების ფასში. თუმცა მოლოდინი არის, რომ თუ ეს შეთანხმება Apple-თან მიღწეული იქნება, უკვე 2027-28 წლებში შეიძლება წლიურად მხოლოდ Apple-ისთვის ჩიპების წარმოება 15-დან 20 მილიონამდე მიაღწიოს. ეს რა თქმა უნდა ინტელისთვის დამატებითი შემოსავალი იქნება, თუმცა კიდევ უფრო მეტ ოპტიმიზმს აძლევს ინვესტორებს, რომ ინტელის მიდგომა, რომ კომპიუტერული ჩიპების წარმოება ამერიკაში დაიწყოს, შეიძლება გამართლდეს და სხვა Apple-ის გავსი დიდი კომპანიებიც კი მიიზიდოს თან, რა თქმა უნდა, ამერიკის მთავრობასაც და ტრამპსაც გამოცხადებული აქვს თავისი პოლიტიკა, რომ სურთ, რომ სხვადასხვა პროდუქციის, განსაკუთრებით კომპიუტერული ჩიპების წარმოება ამერიკაში გადმოვიდეს და მოკლედ ხედავთ, რომ ეს ყველაფერიც ინტელის აქციების ფაზზე ძალიან კარგად აისახა და რომ გადავიდეთ უკვე სხვა კონტინენტებზეც, პირველ რიგში ვისაუბროთ ევროპაზე, ევროპის შემთხვევაშიც ინდექსებზე საკმაოდ დიდი ზრდები ვიხილეთ, STOXX 600 ინდექსი დაახლოებით 2.55%-ით იყო გაზრდილი. ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საერთაშორისო ბირჟების ზრდამ უფრო დიდი გავლენა მოახდინა ევროპაზე, თუმცა გარკვეული სანუგეშო სტატისტიკებიც ვიხილეთ, მაგალითად ევროპაში სხვადასხვა ქვეყნების ინფლაცია საკმაოდ დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რაც საკმაოდ კარგი არის ბირჟებისთვის. ერთი საგანგაშო სტატისტიკა, რაც მივიღეთ, იყო, რომ გერმანიაში ბიზნეს კონფიდენსი შემცირებული იყო, თუმცა როგორც ხედავთ, მაინც ეს ამერიკის და სენტიმენტების გაუმჯობესება მთელ მსოფლიოში კარგად აისახა ევროპულ ბირჟებზეც. აზიისკენაც რო გადავინაცვლოთ, აზიაში საკმაოდ კარგ სურათს ხედავთ, მაგალითად იაპონიის ინდექსები, Nikkei-ც, Topix-იც დაახლოებით 2 და 3%-ით იყო გაზრდილი. აქ პირველ რიგში საინტერესო არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბირჟები იზრდება, ამავდროულად სხვადასხვა იაპონური სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობაც გაზრდილი იყო, დაახლოებით 1.8%-ზე ავიდა იაპონიის 10 წლიანი სახაზინოების შემოსავლიანობა, რაც წესი და რიგით არც თუ ისე კარგი არის აქციებისთვის, თუმცა იაპონიაში ეს მიმდინარე პროცესი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. იაპონიის მთავარი პრობლემა წლების განმავლობაში დეფლაცია იყო და მიაღწიეს იმას, რომ პირიქით ინფლაცია გაზრდილი არის 2%-ზე მეტად, იაპონიის მოსახლეობის შემოსავლები ხელფასებიც იზრდება და ესეც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგ გავლენას ახდენს იაპონურ ინდექსებზე და წინა კვირაშიც მათი ზრდა ვიხილეთ და ჩინეთზეც რო გადავინაცვლოთ, ჩინეთში წინა კვირის განმავლობაში გამოქვეყნდა ინდუსტრიული წარმოების სტატისტიკა, რომელიც გვაჩვენებს, რომ ბოლო თვის განმავლობაში ინდუსტრიული წარმოება დაახლოებით 5%-ით იყო შემცირებული. რაც შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად საგანგაშო ინფორმაცია, რადგანაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს მიმართულება საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა ჩინეთში და ინვესტორებს აძლევდა იმის მოლოდინს და იმის ოპტიმიზმს, რომ ჩინეთის საკუთარ 5%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას მიაღწევდა. ერთგვარად შეიძლება ეჭქვეშაც დააყენეს ამ ინფორმაციამ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი თვის მონაცემებია და ვნახოთ შემდეგ თვეებში როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩინურმა ინდექსებმაც კი საკმაოდ კარგი ზრდა დააფიქსირეს, რადგანაც ინვესტორები საკმაოდ აღთოვანებული არიან ჩინეთის სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიების შესაძლებლობით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და აქაც წინა კვირაშიც ამერიკის გავსად განსაკუთრებით გაზრდილი იყო ტექნოლოგიური კომპანიები და ის კომპანიები, რომლებიც ჩართული არიან ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. და ბოლოს მიმდინარე კვირასაც რო ვისაუბროთ, გარკვეულწილად დაიწყება ამერიკაში სხვადასხვა ეკონომიკური სტატისტიკების გამოქვეყნება, მათ შორის უმუშევრობასთან, დასაქმებასთან დაკავშირებული სტატისტიკები. მიმდინარე კვირაში ასევე გამოსვლა იქნება ფედერალურ რეზერვის პრეზიდენტ ჯერომ პაუელს. ეს ბოლო გამოსვლა იქნება დეკემბრამდე, სადაც ისინი უკვე შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას საპროცენტო განაკვეთების ცვლილებასთან დაკავშირებით და კორპორატიული სიახლეების და კვარტალური შედეგებიც გამოქვეყნდება. რამდენიმე საინტერესო კომპანიას ექნება მიმდინარე კვირაში საკუთარი კვარტალური შედეგების გამოქვეყნება, მაგალითად დღეს იქნება კომპანია CrowdStrike, რომელიც საკმაოდ
დიდი მოთამაშე არის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ხვალ ექნებათ საკუთარი შედეგების გამოცხადება კომპანია Salesforce და Snowflake. ესენიც ძალიან დიდი ტექნოლოგიური კომპანიები არიან და აქტიურად არიან ჩართული ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითაც. ხუჩაბაც კი იქნება ისეთი კომპანია, როგორიც არის HP და ესეც საკმაოდ საინტერესო იქნება ინვესტორებისთვის. ნიკა, მადლობა მიმოხილვისთვის. გალტენთაგარტის საბროკერო მიმართულების გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქმიან დილაში აჯამებდა გასულ კვირას და ასევე მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარიც გაგვაცნო.